შევძლებთ აუცილებლად. და შევძელით. კი ბატონო. და რამდენჯერ ჩავედით დუბაიში? ძალიან ბევრჯერ. აი ალბათ ერთ 20-ჯერ, 30-ჯერ მე და შენ ჩავედით დუბაიში, დავარწმუნეთ ის ხალხი, ჩავედით ჩინეთში, დავარწმუნეთ ის ხალხი, რომ ჩვენ ამას გავაგრძელებდით და ჩემი დაკავება კიდე 6 წელი გაჩერება ამ მთავრობამაც მინდა იცოდეს და იმანაც რომ იყო ძალიან დიდი შეცდომა. კი ბატონო. ესე არ შეიძლება, ესე არ გამოვა. რომ არა ის 6 წელი დღეს მინიმუმ 2 ავტოქარხანა მაინც იქნებოდა საქართველოში, იცი შენ შანხაის გამოფენაზე ჩვენ როგორ მოგვეცდნენ და შანხაის გამოფენაზე ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ ყველაფერს გაგიკეთებთ იმისთვის რომ ოღონდ ავტოქარხანა ააშენეთ. კი ბატონო. ახლა რაც შეეხება ჩვენ ავტომობილებს. იქნება კიდეც სამომავლოდ დარწმუნებული კი ბატონო. უყურე. აი BYD წარმოიდგინე, ხო არის ხო ჩაანაცვლა თითქმის ყველა ავტომობილი, ხო? ზიკერი, ხო? ჩანგანი. აი უყურე როგორ არის BMW. აი უყურე როგორ არის. ადამიანს რა უნდა? ადამიანს უნდა კარგი ავტომობილი. ხარისხიანი, ხელმისაწვდომი, გარანტიით, ახალი. რა თქმა უნდა. ეკონომიური. და კარგი. ამ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს ეს ყველა ავტომობილი. ყველა ავტომობილი აკმაყოფილებს. მაგრამ Honda EQM5-მა კი, რა თქმა უნდა. ყველას დაავიწყა სედანი. კი ბატონო. ისეთი სასწაულია. კი ბატონო. გიო, შენ გადაუღე ხო? ვთქვათ, ჯეტურსაც. აი მოდით აბა ჯეტური იყო ჩვენი გახსოვს პირველი ავტომობილი. კი. აი როგორ იყო? აი BYD-ს გიო, გადაიღე. BYD მყავს დაახლოებით 200-300 ავტომობილი ელექტრო, რომელიც 610 კილომეტრს გადის და მოდი ზუსტად აუხსნათ ესეც BYD-ა, ყველანაირი ფერი მყავს. აი ზუსტად მინდა აუხსნა მაყურებელს თუ რატომ უნდა იყიდოს ელექტროავტომობილი ან მათემოტორში და ან სხვაგან თქვათ. აი სხვაობა რა არის? იმიტომ რომ მათემოტორსი არის ფაქტიურად პირველი ოფიციალური შემომყვანი ელექტრომობილების და პირველი ტენდენცია ოფიციალური დანერგილი აქვს მათემოტორს. მათემოტორს არ ყავს ის ბრენდები, რომლის ოფიციალური პროგრამები არ აქვს, რომლის საწარმოებთან პირდაპირ წვდომა და კონტაქტი არ აქვს. შესაბამისად, ნებისმიერი დაზიანება, ნებისმიერი საგარანტიო პირობა, ნებისმიერი რამ, რის გამოც შეიძლება რომ ადამიანმა თავი შეიკავოს ელექტრომობილის შეძენაზე, რომ დამტენის სისტემა, ელემენტის დაზიანების შემთხვევაში ამ პრობლემის აღმოფხვის სისტემა, პრობლემა მსგავსი